შეიძლება ერთი წუთით აპირებ წასვლას არჩევნებზე? არა. რატო? აზრი? ანუ არა აქვს აზრი ამ არჩევნებს? უნდა მოიგოს ახალგაზრდობამ. ან რას გულისხმობ? ახალი პარტია, რომელიც ახლა რო არის, რომ ზიან ციხეში, ყველა უნდა იყოს თავისუფალი და მე მოიგოს. ვინერენ კანდიდატები თუ იცით ამ არჩევნებზე? ვიცი ყველაფერს რაც უნდა, ყველაფერს ვიცნობ, ყველას ვიცნობ. ანუ არ არის იმის საშუალება მოიგებს. მე მჯერა. ან თქვენ ფიქრობთ რომ არ არის იმის საშუალება რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები? არ გამორიცხულია. აზრი არ აქვს. ან არჩევნებს არა აქვს აზრი? შარშანი ხო არჩევნები რა მოხდა? აზრი? რამაც რეალურია ის არჩევნები რაც ახლა ტარდება? რეალურია ბლეფია. რატომ არის ბლეფი? რატო არის და იმიტომ რომ არ არის ლეგიტიმურია ეს მთავრობა. არ ვცნობთ ჩვენ ხალხი, უბრალო ხალხი არ ვცნობთ მთავრობას. რაღაცა მიდის რუსეთისკენ. საითკენ მივდივართ ახლა ჩვენ? სკოლისკენ. რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ და ევროპისკენ ასული უკან დაგვაბრუნენ ასე. ნები ტარდება სიაფანტო. რა აზრი აქვს არჩევნებში? შეუძლია უკვე. ანუ არ არის ეს რეალური არჩევნები? რატომ ფიქრობთ რომ არ არის რეალური არჩევნები? არ ვარ გაგატვირე. რა არის გამოსავალი? გამოსავალი ბოქსი. პრესები რა არჩევნები გაყალბდა? სისულელე არ დაიჯერო. პრობლემები. ვინც საერთოდ ოდნავ ჩახედულია ამ საქმეში, არ არსებობს რომ ელექტრონიკასთან ვინმე ეგ პრობლემა ქონდეს. როგორ გაჟორან და ნახეთ, გაჟონილი ბიულეტენები ხომ ნახეთ? რა სისულელეა ერთი, ყველაფერი ნუგჯერა. მაშინ ეუთო რატო არ მოიწვია ქართულ მოლოცველობა რომ დაკვირვებოდა არჩევნებს? ან რატომ მოსპო საშუალება რომ დაკვირვებოდა ვინმე ამ არჩევნებს? არავის აღარ შეუძლია რომ დააკვირდეს არჩევნებს. რატომ მის დროზე ყველა იყო 100 კაცი იყო იგი რა ქვია კომისიაში შემოსული იქა იმდენი კაცი შემოდიოდა გადიოდა აბა ვინ იყვნენbat თქვენს რომ არჩევნები გაყალბდა ვინ თქვა ამ როგორ გეკადრება აი ესეთი რამე წერია პირდაპირ მართლმსაჯულებში თქვენ როგორ გეკადრება არ აღიარებთ ამას ნამდვილად არ ვაღიარებ რაც არ ყოფილა რა უნდა ვაღიარო ლეგიტიმური ხელისუფლებას ხო აი მეორე არჩევნებიც არალეგიტიმური იქნება და ანუ არ არის იმის საშუალება რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ხო არა გვაქვს ამის იმედი რომ სამართლიანი იმიტომ რომ წინა არჩევნები ყველა საქართველოში არჩევნება დაკარგა აზრი და ნდობა არალეგიტიმურ არჩევნებში და რუსეთის სპეცოპერაციაში არ მივიღებ მონაწილეობას საქართველოს არის გადასარჩენი გამოფხიზენ და მოვიდნენ აზრზე. რა შემთხვევაში გადარჩება? ანუ რა არის საჭირო ამის? ძალაერთობაშია, მეგობარო. ერთსულოვნებაშია. და არჩევნებია ესე იდეაში ამის საშუალება რომ შეცვალო. შეიძლება ადგილობრივი არჩევნები საერთოდ აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ რა ქვია, საპარლამენტო გაყალბებულია, არალეგიტიმურია გარემო, ყველაფერი და ეხლა საკრებულოში რამდენიმე ადგილის გულისხმობს ოპოზიცია ვინც ეხლა ოპოზიციიდან მიიღეს მონაწილეობას აი ამ ადგილობრივ უაზრო არჩევნებში ყველა მოღალატეა ჩემი პირადი აზრია შევა არ მეთანხმება რო გითხრათ სიმართლე პირველი მომხრე ვიყავი ქართული ოცნების მაგრამ დღეს ძალიან ნული არია ჩემ თვალში რატომ? იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ საქართველოს ის პირობები რომ ჩვენ ევროპისკენ გზა გქონდეს გახსნილი რა გამოსავალი არსებობს ეხლა? გამოსავალი არსებობს რომ უნდა შეიცვალოს მთავრობა მე მგონი თქვენც კარგად იცით ახდებით რომ რუსეთისკენ გზა ნამდვილად არ გვინდა, გვინდა ევროპისკენ, გვინდა მშვიდი ცხოვრება, გვინდა საქართველოში სრულიად სიმშვიდე და ხალხი იყოს დღევანდელ ცხოვრებაში ვარიან ისე ნამდვილად არა. ამ მშვიდობა მოვიტანეთო ქართული ოცნება ამას იძახის რომ მშვიდობა ის აბა მე ვერ ხედავ მშვიდობას. მე ვერ ხედავ. მე სულ ჩემი დღე და მოსება სულ ევროპაში ვარ და სულ ისა რატო არ უნდა ქონდეს საქართველოს ის პირობა რომ ქართულმა ხალხმა მის ქვეყანაში წყარათა მშვიდად იმუშაოს. ვიყავი ემიგრაციაში, ახალი ჩამოსული ვარ ემიგრაციიდან და ვაპირებ კიდე წასვლას. რომელ ქვეყანაში? ვიყავი პოლონეთი, თურქეთი, რა ვიცი, ცოტა ეხლა იტალიისკენ მივიწევ და უბრალოდ გული მწყდება რომ ქართველი ხალხი ესე არ უნდა ვიყოთ. მუშაობ 900 ლარზე და 900 ლარზე დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან აქ რაზე მუშაობ თუ საერთოდ? თურქეთის მრეცხავად. და ეს რაში ყოფნით? არც არაფერში. და მithumetes პატიმრის პატრონი ვარ.
აი ახლა პატიმარს უყიდე რაღაცები ციხეზე შესაძლებლად. არანაირში არაფერში, აი საქართველოში რო 100 ლარის დღეში შემოსავალი ქონდეს, აი ქართველ ხალხს არაფერში არ. საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარიაო ირაკლი კობახიძე ამბობდა რამდენიმე დღის წინ. ბაბულეში მუშაობდი სასტუმროში დიასახლისა და 1200 ლარი მქონდა 14 საათიან გრაფიკზე ხელფასი. 14 საათი მუშაობდი დღე-ღამეში. მუშაობდი დღე-ღამის ღამიდან დილამდე. მე გამოსავალს ვერ ვხედავ, აი უვიზო მიმოსვლა რო შეწყდეს საქართველოსთან, მე ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება ეს უკვე შეჩერდა. რა თქმა უნდა. ყველა იმიგრანტი დეპორტირებული იქნება საქართველოში და ჩვენ მთავრობა სადმე ყავს ამდენი დეპორტირებული ხალხი, სად უნდა დაასახმოს, რომელი ქარხანა ფაბრიკა მუშაობს საქართველოში, არც ერთი აბსოლუტურად. არანაირი. არჩევნები როგორ გაკალბდა ახლა? მე არ მჯერარი შეგავდა. შეიძლება რაღაცა გაკალბდა 1%, 5%, მაგრამ ასე მასშტაბური დაფინანსირებული დაპარაკება, აი გამორიცხულია. ბოდიში, მინდა რომ გითხოთ არჩევნებთან დაკავშირებით, ვისი არჩევნები ტარდება ახლა? არ მაინტერესებს არის. ვინ არიან კანდიდატები თვითონ ბათუმში? ბათუმში რაღაც დამავიწყდა და გვარი კი ვიცი, ახალგაზრდა ბიჭი არის. ცინცაძე მგონი. ეს რომელი პარტიიდან არის? ოცნებიდან. სხვა რომელიმე გახსენდებათ, რომელიმე კანდიდატი? სხვები არც მაინტერესებს ასეთ. რატო არ გაინტერესებთ? რატო და არ არის ხალხი მაგენი და ამიტომ. კანდიდატები ვინ არიან იცით? ვიცი. მაგალითად? მერობის კანდიდატი ვიცი. ვინ არის? ცინცაძე გიორგი. ეს ვისი კანდიდატია? ოცნების. სხვა კანდიდატები ვინ არიან? არ მაინტერესებს. არის საშუალება რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები? ყოველთვის მე ვენდობი და ყოველთვის სამართლიანად ტარდება. რა იცვლება ამ არჩევნებით თქვენთვის და ამ ქვეყნისთვის, თქვენ როგორ ხედავთ? ამისი შესასვალია ცხოვრება პატარა და იმიტომ რომ ვერ მივდივარ წინ. რამდენად არის საშუალება და პირობა რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ? ამისი არ მგონია სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ რომ ხალხმა უკვე უნდა ევროპა და აგენი რუსეთისკენ მიაქანებენ ქვეყანას და აფერ ჩაატარებენ, რა ვიცი, აფერ ჩაატარებენ. რა ვიცი, გაჭირებული წავას ცხოვრება. იმიტომ რომ ვინმე დახმარებას არაფერში ვინმე აღარ მოგწევს და ის რომ შეიძლება უზო მიმოსვლა გაუქმონ საქართველოს, ეს რა შეცვლის საქართველოსთვის? უზო მიმოსვლა შეცვლის, ესე იგი ხალხი ვეღარ წავა, აქ საქმე არაა, ვერ დაასაქმეს. იცით თუ არა თქვენ ვინ არიან კანდიდატები ამ არჩევნებში, მერობის კანდიდატები თქვენ ბათუმში? არაფერი არ ვიცი საერთოდ. საწყენოა რომ უდანაშაულო ბავშვებს ეს როგორ ავხსნა. მათაც ხომ შვილები ყავან ხალხი. რატო იქცევიან ასე? ჩვენი ქართველობა ასეთები არის. ფულად არიან ეს ბავშვები. მათი ცხოვრებისეულზე იმასობიან. მაგათ ხომ ცუდი არაფერი არ გაუკეთებია. კაცი არ ერთადერთი ჩვენი ხელისუფლება არის რომ კვლელება რო ხდება, იმათ საერთოდ არ ასამართლებენ და ხელს იქნებიან. თვითონ ადამიანებმა ჩვენთაგანმა აი ვისაც უხალი ღმერთი უყვარს იმან ჩაიხედოს გულში და სხვის ბავშვებზე ხელები შეაიღოს. იმიტომ რომ როგორც შენი შვილი გიყვარს ისე უყვარს სხვასაც ბედი. არ შეიძლება რომ სხვისი ბავშვს განსაჯულ გალახო გოგოებს მით უმეტეს. ჟურნალისტი ხალხი დააპატიმრეს იმის გამო რომ მან სილა გააწნა პოლიციას და მეთკინავეს პოლიციელი ამბობს. ეს არის სისულელე, აბსურდია რა. ტკივილი განუცადეო პოლიციის უფროსი ამბობს. აი ფეხებით რო შედგენი იგენმა რა განიცადეს. რამდენი ახალგაზრდა დაზიანდა და რამდენი ახალგაზრდა დაინვალიდა ხალხო. რაკნას ხალხმა გადაიღალა ხალხი. სადია რომ თავისვე განსაზღვრულია ამ არჩევნების შედეგები, ხოლო სადაც შედეგები განსაზღვრულია იმ არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არც დემოკრატიული არჩევნები და არც რეალური არჩევნები. ამდენად მგონია რომ ფაქტიურად ნებისმიერ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმს ჭირდება მათ შორის არჩევნები იმისათვის რომ შექმნას ასე ვთქვათ ფიქცია თითქოს დემოკრატიული რეალობა ცხოვრობ, თუმცა ყველამ ვიცით რომ ეს ასე არ არის. მათ შორის არჩევნო ადმინისტრაცია არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნებზე მათ შორის ოცა არც ერთ დარდოვაზე არ ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ვინ არიან მერობის კანდიდატები ბათუმში თუ იცით? ყველა რა თქმა უნდა არ ვიცი.
აი ვინ? ცინცაძე ერთი. ცინცაძე ვისი კანდიდატია? ოცნების, წონების და ავირჩევს და არჩევნებს და მსგავსება და მერის პასუხისმგებლობა იქნება ისეთი, რომ აი მერად იგრძნობს თავს და ბათუმელად, რა თქმა უნდა შეიძლება. აი რას ფიქრობთ იმაზე, რომ წინა ორი არჩეული მერი დატოვა თანამდებობა თავისი სურვილით, ვიდრე მათ უფლებამოსილების ვადა გავიდოდა. ხო, ეს იყო არჩილ ჩიქოვანი, ასე მანამდე იყო ლაშა კომახიძე. რამ განაპირობა ეს? რასთან გვაქვს საქმე? ყველა საქმეს ალბათ სპეციალისტი და სული და გული ჭირდება. სამართლიანი არჩევნები ჩვენთან არ ჩატარდება ამ პირობებში, არასდროს არ ჩატარდება. ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ გვაქვს რეჟიმი. მაშინ როგორ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური სიტუაცია? როგორ უნდა შეიცვალოს და რევოლუციით, ოღონდ უსუსხო რევოლუციით. ის რომ უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმონ საქართველოს, ეგ რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოსთვის, როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება? ეკონომიურად გაუჭირდება რა, ბევრი ემიგრანტი ყავს, ხო? საზღვარგარეთ და თანხების შემოედინება, ხო? და ეკონომიურად გაუჭირდება ქვეყანას. ბევრი წასულია დედა, მამა და არჩენს, ხო, ოჯახებს. აღარ შევა ვეღარ გავა სამუშაოდ. მე ევროპაში რო შევა ქვეყანა, ბევრი ინვესტიციები შემოვა, ხალხი დასაქმდება. რუსეთისკენ კიდო ეს საუკუნეების მანძილზე არ გაგვახარა ყოველთვის ჩაგრავდა. გეორგიევსკის ტრაქტატი რო ავიღოთ, როცა იძახიან ერთმორწმუნე ერი ვართ, ხო? შემოვიდა ეკლესიაში ჩააყენა ჯარი, გადაღება ხატები, გააკეთა ლაბორატორია, რატო ეს რატო უნდა გააკეთოს ამას? არ შეიძლება ასე, ხო? ორი პატრიარქი დაგვიხრიტა, ილია ჭავჭავაძე მოგვიწრა. ოცნების თავრობას როგორ გითხრათ, ახლა სანამ მათ არიან, კარგად იყვნენ. მათ შემდეგ ბოდიში და დედაცტირებია საქართველოს, ასე უყურებენ მაგენი რა. თავარია მათი ოჯახები კომფორტში ცხოვრობდნენ, ასე იყო რა. მეტი არაფერი არ უნდათ მაგას. საკუთარი სარგებელი. ევროპული გზა რატომ არის გადარჩენის გზა? რას ცვლის ევროპული არჩევანი? რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სასახლე მნიშვნელოვანი ჩვენთვის? არის დღეს 27 სახელმწიფო ქვეყანა. ჯერ არასდროს არ ყოფილა ერთმანეთში ომი. ესე იგი, მერე აი ავიღოთ პრიბალტიკის სამი ქვეყანა, დანია, რამოდენიმეჯერ გაიზარდა მათი ქვეყნის ბიუჯეტი, ხო? და ეკონომიაც წავიდა წინ. შეიძლება ახლა ამ მიტინგებმა რაღაცა გააკეთეს, არ ვიცი რა, როგორ იქნება. ქუჩაში უფრო მიიღება გადაწყვეტილება აქციებით პოლიტიკური სიტუაცია. ეს თუ მოხდა, რატომ აქ მეორედ არ მოხდება? სხვა გზა არ არის. ერთადერთი რაც არ შეიძლება ახლა ძალით მაგალითად ბომბა, იარაღი ასე შევარდნა და ამის მომხრე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ქუჩაში მშვიდობიანი აქციებით ყოველთვის აქვს აზრი.